ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სოკოლას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ? ხომ ხართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, ჩემო კარგებო? მოკლედ, რა თქმა უნდა, მადლობით უნდა დავიწყო, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს მოკითხვისთვის, თბილი სიტყვებისთვის, ლაიქებისთვის, გამოწერისთვის, YouTube არხზე, კი, YouTube არხზეც არის აქტიურობა, რა თქმა უნდა, მაგრამ მეტი უფრო TikTok-ზე, ამიტომ TikTok-ზე უფრო ვცდილობ ხოლმე სუდავდო, YouTube-ზე ვწდებ ვიდეოებს, მაგრამ TikTok-ზე უფრო აქტიურად, ვინაიდან მეტი აქტიურობა მოდის, ამიტომ YouTube-ის მსმენელებო, მაყურებლებო, ვინც ხართ და ჩემი არხის გამომწერები, ვინც ხართ, იაქტიურეთ, თუნდაც კომენტარებში, ვიზე რეზონირ და ვიზე არ რეზონირ და ან ზოგადად რა სიტუაცია, რომ იქაც ავტვირთო ხოლმე, ხო? თორე თუ ესე გაგრძელდა, მე ვფიქრობ YouTube-ზე შეიძლება ვიდეოები აღარ ავტვირთო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ეხლა რაც შეეხება საქმეს დაკავშირებით. აუცილებლად ტაროს შესწავლასთან დაკავშირება, ზოგადად მესამე პირის ჩამოშორება, ურთიერთობები, ასევე ჩამოშორება ამას არ ვიძახი, რომ ვიღაცა ძალით რამე, არა. დაბლოკვები და ჩიხში ჩაკეტვა იმ ადამიანის, ვინც ხელს გიშლით ხო ურთიერთობაში. ამავე დროს კონკრეტულად, შესაძლებელია კი, რომ ჩვენც რაღაცა ერთგვარად ადამიანები ვართ და არავინ არ არის შეუცდომელი. ამიტომ იქ ისიც ჩანს, ვინ რაში ტყუის, ვინ რაში არ არის მართალი, საერთოდ ღირს თუ არა ამ საქმის დაწყება და ასე შემდეგ. მოკლედ, ეხლა რაც შეეხება დღევანდელ საქმესთან დაკავშირებით მე აღარ ვსაუბრობ ასე ბევრს, ამიტომ დანარჩენზე უნდა მოვწეროთ პირადში, TikTok-ზე წერთ პირადში და WhatsApp-ზე მეკამატებთ, ხოლო YouTube-ზე ნომერია დატოვილი და შეგიძლიათ პირდაპირ გადმომისამართთ WhatsApp-ი, Viber-ზე. ეხლა დღევანდელი ჩვენი გაშლა სრულდება ბუდიში 21-ში დაბნელებით ტელეფონი, მაგრამ მაინც მაინტერესებს აი ამ პერიოდში ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, ვისთანაც ვმუშაობ ჯერჯერობით, იმათმა თქვენ თავზე არ მიიღოთ, იმიტომ რომ კი, რაღაც შეიძლება რეზონირდეს, მაგრამ ჯერ მუშაობის პროცესში როცა ვართ, იქ ჯობია რომ ჯერჯერობით, არც უნდა ველოდოთ რაღაცა ისეთ საქმე უნდა დასრულდეს, აი რო დასრულდება იქიდან კიდე უნდა გავიდეს ერთი თვე, ხო? სიახლეების რო დაველოდოთ, ამიტომ ზოგადად ვშლით, როგორც გნებავთ, მიიღეთ თქვენ თავზე, გნებავთ არა, მაგრამ მე მაინც გირჩევთ, რომ ჯერჯერობით საქმე სანამ არ დასრულდება, ვისთანაც საქმე მაქვს, არ გვინდა საკუთარ თავზე მიღება, ისე თუ გინდათ მოусმინეთ. მოკლედ, დავიწყეთ. რა სიტუაციას უყურებთ და ვის უყურებთ, ჩაიფიქრეთ თქვენ პარტნიორის სახელი და გვარი, თქვენი სახელი და გვარი. მისი ფიქრი, ჯერ რა სიტუაციას უყურებთ, შემდგომ მისი ფიქრი, მისი ცნობა და მოქმედება. და დასტის ბონიორიანი ხმლები, ჩიხი, გაურკვევლობა, თვალზე ახვეული სახვევი, რომელსაც ვერ ვიხსნით, ვერ გაგვიგია რა გვინდა, ვერ გაგვიგია სად ვართ, ვერ გაგვიგია რა ურთიერთობაში ვართ გაურკვევლობაში, ურთიერთობა, რომელიც დაიწყო ძალიან დიდი ზეიმით, ურთიერთობა, რომელიც დაიწყო ძალიან დიდი მონდომებით, ურთიერთობა, რომელიც დაიწყო ძალიან დიდი შემართებით და мотивაციით, სამწუხაროდ გადავიდა ორიან ხმლებში, გადავიდა მთვარე და ბოლოს ხუთიანი თასებით, აი ესე, მე არ გეუბნებით, რომ ბოლომდე წასულია ურთიერთობა, არა. უბრალოდ, აი ამ გაურკვეველ მდგომარეობაში, არ არის ხა გამორიცხული მთვარე, როდესაც არის, აქ იმდენი რამე შეიძლება იყოს, რა ვიცი, მე მაგიიდან დაწყებული, დასრულებული თავის ტრანსფორმაციით, ხო? ამიტომ მე არ გეუბნებით, აქ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. მთვარე ძალიან დიდი გაურკვევლობა, მთვარე ძალიან დიდი ჩიხია, პლუს ამას ორიანი ხმლები ემატება და აქ ხუთიანი თასები, ჩემო ძვირფასებო, ჩათვალეთ, რომ აქ კაი არეულ დარეულ, კაი, რა ვიცი მე, ორომტრია, კაი ომიან, ომი, დავიდარაბა, რა ვიცი მე, ამბები, ისტერიკა, პანიკა, რავი, თუ რაიმე არსებობს და არ არსებობს. მოკლედ, ყველაფერი გაქვთ გავლილი ამ ურთიერთობაში, მე როგორც ხედავ. მე არ ვფიქრობ, რომ კი ბატონო, შეიძლება ახალ ურთიერთობას ეხებოდეს, არ არის გამორიცხული, მაგრამ რო ვერ გაიყო, არა გვინდოდა ერთმანეთისგან,
და ამ დროს მოხდა ისეთი რამე, რომ თან მიზიდულობა გვაქვს, თან ვერ ვეშვებით ადამიანს და თან ვერ ვიგებთ საერთოდ რა ხდება. ამიტომ ყველა ვარიანტში და ყველა სიტუაციაში შესაძლებელია, რომ მოირგოს ეს მდგომარეობა და მოირგოს ეს სიტუაცია. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, აქ ძალიან დიდ პაუზა, მე არ გეუბნებით, რომ დასასრულია და მე არ ვიცახი, რომ დასასრულია. აქ ძალიან დიდ პაუზასთან გვაქვს საქმე, აქ ძალიან დიდ გაუგებრობებთან გვაქვს საქმე. მე ჯერჯერობით არ ვსაუბრობ არც მესამე პირზე, ვნახოთ რას მეტყვის ტარო ფიქრი, აქ რავი, ენა დამიბა, ესე უცბად რა მოხდა და ესეთი ურმტრიალი რანაირად მოხდა, იცი რა არის? იმიტოა, ზოგადად მე მისმის ხომ, რომ უთქვიათ, ეხლა მაგალითად მყავს რამდენიმე ადამიანი, რომ მოუწერი, აი მინდა თეკოგანა, არ მინდა, მაგრამ აი რატომღაც ხელები მებორკება, ფეხები მებორკება, ვერ მოვდივარ, რომ დავიწყო, ასე იქნებით სულ. მიხვდით რის თქმა უნდა, თქვენი იკეტავთ თქვენ თავს. ამიტომ თუ არ გავხსენით, თუ სიტუაციებს არ უშველეთ, თუ მუშაობა არ დავიწყეთ, გამორიცხულია. აი ეს არის თქვენი არჩევანი, მე რა უფლება მაქვს არანაირი, მე გეტყვით, ტარო რას გვეტყვის და დანარჩენ გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ, ხო? თორე ჩემთან საქმე ვისთანაც გქონდა და ვისთანაც სიტუაციები უკვე ასე ვთქვათ, ავამუშავეთ და ავამოძრავეთ, ხო? აქ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ უკვე ჯერ პირველ რიგში ის, რომ პირადსაც რო თავი დავანებოთ, ფინანსები, კარიერა უკვე ისე წინ მოდის და წინა სიტუაციები, რა თქმა უნდა, პირადი ისეთ თემა, პირად ბრძოლა უნდა და პირად დალოდება უნდა და დრო უნდა, მაგრამ აი კარიერა, ფინანსები რო წამოვა და პირადიც უკვე რომ მოდის, თქვენ უნდა ნახოთ, უბრალოდ მე არ მიყვარს და არც ვდებ, თორე პირადში თუ დაგაინტერესდეთ, სკრინებსაც ჩაგიგდებთ. რა თქმა უნდა, სახელს და გვარს არც გამოვაჩენ, რომ რამდენიმე მადლობის წერილს ვიღებ. ამიტომ აგზალით არავის არ ირჩის, უბრალოდ ადამიანებს ვეხმარებით, რომ სიტუაცია დალაგდეს და აი ეს კვანძები გაიხსნას. ამიტომ თქვენ თუ ესე იჯდებით და აი ესე სკროლავთ საჯაროზე, ხო, სკროლეთ, ასე იქნებით სულ. პირადი კონსულტაცია სულ სხვა რამეა, საჯარო სულ სხვა რამეა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ შეადარებთ და ყოველთვის ნათქვამი მაქვს. ნურავის ურთიერთობას ნუ შეადარებთ თქვენსაც, თქვენ ხართ, თქვენ ის არის ის. ამიტომ ამას უნდა გადახედვა, ამას უნდა ჩაშლა, ამას უნდა ნახვა და კი ბატონო, თუ შემიძლია დახმარება, დაგეხმარებით. თუ არ შემიძლია, მithქვია კიდევაც, რომ არ შემიძლია არა, არ მოვკიდებ ხელს და მორჩა. ესეთ შემთხვევებიც მქონია. კი ბატონო, ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, სანამ პირადში არ გადმოხვალთ. ეხლა რაც შეეხება ფიქრი. გავარკვიეთ, რომ ძალიან გაურკვეველი, ძალიან რთული, ძალიან ისეთი გამოუვალ მდგომარეობაში ხართ და მისმის. ეხლა ყველაზე მთავარი. აქ ესეთ სიტუაციას ეხება, ბევრი კოლეგა მიყურებთ, როგორც ჩანს, მოდით გეტყვით ჯერ. ამ ადამიანის ფიქრი და ქალბატონი, ვისაც ფიქრობს ეს პარტნიორი, მამაკაცი, თუ მამაკაცები უყურებთ საპირისპიროდ, აქ არის სიტუაცია, რასაც უყურებთ. ემოცია ძალიან დიდი იყო, არის და იქნება, მოდით პირდაპირ გეტყვით, მაგრამ კაცი, რომელსაც მიაჩნი ხართ ქურუმად და მამაკაცი, რომელსაც მიაჩნი ხართ აი ესეთ იდუმალ ქალბატონად, კი ბატონო, ქმარს გაშორებულები ხართ, შვილების პატრონები ხართ. ანუ ყველა ვარიანტში ბედნაცვალ ქალბატონზე ვსაუბრობ აქ. იმიტომ რომ და შეიძლება არ არის გამორიცხული კონკრეტულად ეს კაციც ესე იყოს. მე მაგას კი არ ვიძახი. ზოგადად ანუ მამაკაცის ფიქრი თქვენზე და მოდით პირდაპირ გეტყვით, ქურუმი რო ამოდის, იქ გამორიცხული ადამიანის დავიწყება. ქურუმს ვერ ივიწყებს კაცი. იშვიათია რომ ქურუმი ისეთი იდუმალი მიზიდულობა აქვს ქურუმს და ესეთი საოცარი მიზიდულობა აქვს, ამიტომ ფიქრით ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე თქვენთან არის. მიუხედავად იმისა, რომ 5-1000 და 8-1000 ურთიერთობა გასულია და თითქოს ესე ზურგშექცევით თითქოს არ ვიცი, კი ბატონო, იკამათეთ, იჩხუბეთ, განეწყენდით ერთმანეთზე, მე მისმის თქვენი, მაგრამ ვინაიდან ადამიანის ემოცია ისევ აქვს და ვინაიდან ადამიანისთვის თქვენ ქურუმი ხართ, გამორიცხულია რომ ამ ადამიანმა თქვენ ესე მარტივად დაგთმოთ. არ არსებობს. შეიძლება რაღაცა
პერიოდი პაუზა ყველას უნდა ხო რომ გაერკვეს სიტუაციებში თან ის მომენტი რომ შეიძლება თქვენ ისეთი რამე უთხარით რომ ის ეგო შეილახა თავმოყარეობა ეწყინა ამიტომ ბევრი რამეა მიხვდით მაგრამ ეს არ არის დასრულებული ურთიერთობა იმიტომ რომ ქურუმს ვერ ივიწყებენ ეხა აქ ქურუმის ადგილას რომ სხვა გქონოდა რამე სხვა არკანი ან თასების დედოფალიც მიზის აქ ემოციაზეა საუბარი ორი დედოფალი რო ამომსვლო და კიდე ვიტყოდი რომ ხო რა აგერვიან თასები მიხურავს და всё არა ქურუმია ვიან თასები კი მიხურავს მაგრამ ქურუმს ვერ დაივიწყებს გამორიცხულებ და ფიქრში თავიდან ბოლომდე ყავხართ ამ მამაკაცს ეს წოდეთ არც დავიწყები ხართ და თქვენთან რა ურთიერთობაც გქონდა მე ვფიქრობ აქ ინტიმური ურთიერთობაც იყო ესეთი არც არავისთან არ ქონია ეს წოდეთ ესეთი ურთიერთობა არავისთან არ ქონია და ესეთი შეგრძნებები რაც თქვენთან ქონდა ნახოთ გრძნობა ძალიან ცუდად არის მიუხედავად იმისა რომ ეხლა ამ წუთას გრძნობაზე ფაქტიურად ვკითხულობ მე აქ ნახევრად დასრულებულ ურთიერთობას და დაპაუზებულს ой რაღაცამ შეიძლება გამოიამინდოს ბოლოში კურთხევის კეზით მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაცია გრძნობაზე თქვენ თვალთ მინდა დაგანახოთ ძალიან ცუდი ეხა ნახეთ პლუს ამას ემატება ტრანსფორმაცია კი ბატონო დაბნელების დერეფანში ესედაც ისეთ რომ გავდივარ ტრანსფორმაციას მაგრამ ადამიანი განდგილში გადავიდა გაბრაზება განაწყენება გულის ტკენის მერე გადავიდა ადამიანი განდგილში კი ბატონო შეიძლება თქვენს გაწყენინათ მე მისმის თქვენი მაგრამ ადამიანი ამ წუთას რაღაცა სინათლისკენ იყურება რაღაცა განათებისკენ იყურება იქნებ რამე შეიცვალოს მაგრამ გრძნობებში აი ფიქრში მეტი მესაუბრა ვიდრე გრძნობებში ძალიან ცუდად არის ძალიან ცუდი მდგომარეობა მე აქ ვფიქრობ რომ მექმედებაში რომ ვნახავ მე გეტყვით მაგრამ მე აქ არ მომწონს და თქვენ თვითონ მიხვდებით რაც ხდება 9-იანი ხმები და 10-იანი ხმები განდეგილი აქ არ არის გამორიცხული 80% ჩვეულებრივად ვიღაცა მესამე პირის მიერ მაგიის ქვეშ აქ ჩათვალეთ რომ ერთ-ერთში არის კი ბატონო მაგიის თემაც არის კი ბატონო მამაკაცისგან გაურკვევლობა შეიძლება იყოს მაგრამ აქ მაგიის თემაც არის და ძალიან გთხოვთ ფრთხილად და ყურადღებით იყავით იმიტომ რომ რაც დრო გადის ხოლმე და რო გონია რომ დავაცდი არა თუ ენერგეტიკულად ადამიანს ვერ ეხსნებით ის ადამიანი თქვენი ამიტომ მისთვის ყველა ვარიანტში გჭირდებათ რომ ვიბრძოლოთ ხო ვიბრძოლოთ მე არ გეუბნებით აქ რაღაცა ვეკაჩოთ პიჯაკზე ან საროჭკაზე ხო და ან კიდე სადმე დახვდეთ სამსახურთან სახლთან რავი არა გამორიცხეთ ეგეთი რამე აქ სხვა კუთხით ჭირდება ადამიანს დახმარება სხვა სიტუაციის ჭირდება დახმარება ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით აქ არ მომწონს სიტუაცია მე არ გაშინებთ მაგრამ აქ ძალიან გრძნობებში ჩათვალეთ ესე თუ გაგრძელდა არც არაფერი არ შეიცვლება ერთი ეს არის რომ შეიძლება გამოიამინდოს მაგრამ ეს შეიძლება 5 და 8 თვის მერე და რა ვიცი 5 და 8 თვის მერე შეიძლება სხვა ცხოვრებით იცხოვროთ და სულ აღარ გინდოდეთ ეს ადამიანი ხო მაგრამ არ ვიცი ეს თქვენი გადასწყვეტია მაგას თქვენ წყვეტავთ არ მომწონს სიტუაცია რადგან ვიცახი რომ არ მომწონს ვისთანაც საქმე არ დამიწყია მე იმათ გასაგონად გულისხმობ თორე ვისთანაც დაწყებულია ისინი თქვენზე ნუ მოიდგებთ ამ გაშლას თქვენთან მე პირადი კონსულტაციები მაქვს ამიტომ საჯაროებს ნუ მოირგებთ და ნურც ზოგადად საჯაროს რო უყურებთ ნუ გონიათ არა ჯერ საქმე უნდა დასრულდეს იქიდან კიდე 3-4 კვირა გადის და აუცილებლად და მე ველოდებით და ყველაზე მთავარი მაგია ვისთანაც არის რა ნივთებსაც გადავცემ და რა დაცვასაც ვაკეთებთ აი ეხა მქონდა ზუსტად შემთხვევა თავისიც გასკდა პარტნიორისაც გასკდა მართლა ანუ მასაც შეეშინდა და მე ხა შემიშინდა რა მე უთხარი რომ კიდევ კაი რომ გასკდა ესე იგი კიდე ისეთი რამე იყო იქ გაკეთებული რომ იქ იმან თავის თავზე აიღო ამიტომ ესეთ საკითხებზე მე დეტალებში ვსაუბრობ პირადში ბოდიშით და საჯაროზე არ ვისაუბრებ უბრალოდ ზოგადად გეუბნებით პირადი კონსულტაცია არის საჭირო აი იმის მერე შეიძლება რომ ვისაუბროთ საერთოდ თქვენ პირად პრობლემაზე არ მომწონს სიტუაცია საკმაოდ სახიფათო სიტუაცია და ფრთხილად იყავით მე ვფიქრობ რომ აი კონსულტაციას მერე ჯობია რომ პირადში გადმოხვიდეთ რავი მე გირჩევთ ასე თორე გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ
იმიტომ რომ არ მომწონს რაღაცეები და პირადში უნდა ჩავშალო. იქნება და სულ არ გეხებათ თქვენ, ხო? შიშით რატო უნდა იყოთ? იქნება და გეხებათ და პირიქით სასწრაფოდ დახმარება გჭირდებათ. ნახოთ ქმედება. კვერთხების მეფეა. აი, ნახეთ ეხლა. ქმედებაში უფრო სიტუაცია მე ვფიქრობ გამოიღვიძებს, იმიტომ რომ კვერთხების მეფე და თასების ტუზი. ანუ ადამიანს არც დავიწყები ხართ. არც დავიწყდებით და ყოველთვის ახსოვხართ. უბრალოდ აქ გრძნობებში ისეთი არეული სიტუაცია საშუალებას არ აძლევს რომ იმოქმედოს. უნდა ქმედება, მაგრამ ვერ მოქმედებს. აი საოცრება ეს არის. უნდა მოქმედება, მაგრამ ვერ აკეთებს ვერაფერს. იმიტომ რომ განდეგილში ცხრიანი ხვლები, ათიანი ხვლები აბსოლუტურად ჩაკეტილია. თორე ადამიანი თავის სულიერი სიტუაციით და თავისთვის როგორც კი რჩება, მუშაობს ამ პროცესზე. უნდა არ ვიცი რამე მიზეზს ეძებს, რამე მიზეზით უნდა გამოსვლა და ვერ პოულობს მიზეზს. ეხო ხვდებით მოსასვლელი პირი რო აღარ აქვს. მაგრამ განაწყენებულიც არის თქვენგან. მაინც არის რაღაცები, ხა არავინ არ თქოს, ხო ორი ადამიანის ურთიერთობაში ერთი ყოველთვის მართალი არ არის. მაგრამ მე აქ ისეთ ჩიხებს ვხედავ და სიტუაციებს აქ მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, რომ პირადში ჯობია ჩავშალოთ და ვნახოთ, იმიტომ რომ რადგან იმედი მომეცა კვერთხების ტუზით და თასების კვერთხების მეფით და თასების ტუზით, რადგან იმედი მომეცა, მე ვფიქრობ, რომ აქ ღირს პირადი კონსულტაცია და აქ ღირს პირადი ჩაშლა, იმიტომ რომ ქმედებაში რაღაც გამონათებებს ვხედავ, ქმედებაში რაღაც სიახლეებს ვხედავ, აქ კიდე კვერთხების ტუზი მაქვს, ეს შიშები გადასალახი, ამ შიშებს გადალახავს, თუ არა და დავეხმარებით და გადალახავს. ამიტომ ყველა ვარიანტი პირადში გადმობრძანდით და იქ უკეთესად ვნახოთ, იმიტომ რომ რაღაცა იმედი მომეცა და მე ვფიქრობ, რომ უკეთესობისკენ წავა სიტუაცია თუ ვნახავ პირადში, იმიტომ რომ უფრო შევძლებ თქვენ დახმარებას, მიხვდით? უფრო მეტად შევძლებ, იმიტომ რომ იქ კიდე სხვა კითხვებსავ და კიდე უფრო მეტად ვუღრმავდები. ძალიან საინტერესო გაშლა იყო, მით უმეტეს ამ დაბნელების ტელეფონში რაღაცა ძალიან იდუმალი გაშლა იყო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი კოლეგა მიყურებს და არ არის გამორიცხული რო აქედანაც. ამიტომ დანარჩენ საკითხებში გელოდებით პირადში გადმობრძანდით. ეხათა გემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, დროებით.